მოგესალმებით შემოძვირფასო მეგობრებო. თქვენ ხედავთ ალბათ სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ივენთი იმით, რომ UFC ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ჩატარდება თეთრი სახლის ეზოში, მაგრამ მაგით კი არ არის, მარტო მაგით განთქმული. არამედ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდა მთავარ ქარტზე. აქ წარმოიდგინეთ ხა თეთრი სახლა მაგის ეზოში. გუშინ დონალდ ტრამპს ესტუმრნენ UFC-ს მებრძოლები ამ ქარტის, სადაც ილია თოფურია ისეთი ეიაზვა რაღაც მომენტში ტრამპს, რომ მეგონა სიტუაცია ძალიან დაიზაბებოდა. ხო და გადავწყვიტე, რომ ეხლა სრული აი ამ შოუსი, რაც ამერიკულ, ესე ვთქვათ, როგორც პოლიტიკას, ასევე სპორტს ახასიათებს, და მე რეაქტებინა თქვენთან ერთად, რეაქცია გამეკეთებინა, ძალიან სახალისო იქნება, საინტერესო იქნება, თან თოფურიაზეც ვისაუბრებ და ამ ივენთზეც ვისაუბრებ და ტრამპზეც ვისაუბრებთ ასევე. ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს და მოდი გადავიდეთ და განვიხილოთ. Ilia Topuria, who they say does not get tougher. ილია თოფურიაზე ძლიერი არავინ არ არსებობს. თოფურიას მაგარი სახეები აქვს ან? Very special. აი, პერეირა რატო დგას დაჩაგრული ბავშვებით? ეგ ვერ დავამოღამე ერთი. ტრამპი რო პერეირას ხელს ჩამოართვებს, იტყვის რომ რამხელა ხელი ქონია ომტევანიო ჩემი. თან ხო იცი, როდესაც ხა ტრამპთან იკრიფებიან, ანუ არა მარტო UFC-ს მებრძოლები, ზოგადად NBA-ის ჩემპიონები, ჰოკეის გამარჯვებულები მაგალითად ოლიმპიადაზე ამერიკამ რომ მოიგო, ხო? ანუ ტრამპი ზის და მის გარშემო დალაგებულები ესე ჯარისკაცები ვით არიან ჩამწკრივებულები რა, ძალიან სასაცილოა ხოლმე. We want to thank you for giving us this opportunity to build the biggest event in sports history. ეხა ნახეთ ეხა. Thank God to give us this beautiful day and to give us the opportunity to experience. ტრამპი და თოფურია, ხალხო, წარმოიდგინეთ ტრამპი და თოფურია ერთ ციფრში. წარმოიდგინეთ. All of us. So it's going to be amazing. ანუ გესმით ყველაფერი დაბლაწერია. And I never thought you will be so kind. Well, I have a false image. And why do you wanted to give the toughest ორჯერ გააწყვეტინა თოფურიამ ტრამპს სიტყვა ოვალურ ოფისში ხალხნო. ანუ როგორ იცით, აი ჩაგეკითხები რო არის თემა, ხო იცით რა? ანუ თოფურიამ ხო უთხრა, რომ მადლობა ისეთ შესაძლოა რომ მოგვეცითო, არ მეგონა ესეთი კეთილი თუ იქნებითო, ტრამპმა უთხრა, რომ ცდარი წარმოდგენა ქონდა ჩემსეო და მე როგორ ეიასობა ხა თოფურია ძალიან ტომკად და ძალიან ესეთ ჭვიანურად თქო, ხა ცუდი შავარაწყობა კი არ ყოფილა, მაგრამ ხო იცით რა, ზახოდები გაუშვა მაგარ. თქვენ იმასო, თქვენ რჩეულ ოპონენტს, ანუ ჯასტინ გეიჯიზე საუბრობს, ხა რატომ მიეცით ესეთ თული დავალებაო, ეს მეორე იყო. test to you? ეხლა რა? To which? The friend of you. You said he's friend of you. Oh, yeah. You wanted to give him the You know, that's what I want. I აუ გეიჯის მინა წითელი ფერი მიიღო, აი გეიჯიმ დაკარგა ფერი. ან სვეჩი. აი სან დაიქრინჯა სიტუაციასე რა. რა შენ ხო თქვი რომ შენი მეგობარიო და ესეთ რთული ამოცანა რატომ მიეცი რომ მე უნდა დამეჯახოსო აქ. თეთ სახშიო. I want to give the hardest test is right. We're going to give the hardest test. And actually each one of you are fighting your hardest test, I think, right? Yeah. How do you think you know your opponent very well, very tough? very tough opponent. Do you feel good? Very good. What are your chances of winning? Me? Yeah. I have complete faith. 100%, right? 100%. And they believe that too. Would you like to And say I hope something? he has the same faith. That's right. იმედი მაქვს იმ ბიჭას იგივე რწმენა გაჩვენა და პრიკოლი იყო აი ეს რა. I would like to thank the opportunity to be fight on the White House. We know it's a special event. ეხა ხელს ხო ჩამოართვეს და პერეირას აქ ძალიან დიდი ხელი რა. დააკვირდით ეხა. That everybody would like to be present ტრამპა როგორ გახედა? to make the feel special. Thank you. Thank you very much. One of the greatest punches in the history of the business. And just shook his hand. He's a large hand. That's how powerful hand. It's they're very. Oh, და აი პრიკოლი You have any questions only? ანუ ეხა ხო არის, ანუ მიდის თაობარი, ეხა ივენთზე რა, თეთ სახში გასამართ ივენთზე რა. ეხა აი ჟურნალისტმა რა კითხვა უნდა დასვას ეხა აი თქვენი ასეთ ხა. ის რაც სპორტს უკავშირდება, ის რაც თეთ სახს უკავშირდება, ის რაც ადგილობრივი პოლიტიკას. ანუ ტიპი ჟურნალისტი ეკითხება დონალდ ტრამპს ოვალურ ოფისში, სადაც ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი და მთელი დანა ვაითები და მთელი UFC-ის ელიტა არის, ირანთან ომზე უსვავს კითხვას ხალხნო. ირანთან ომზე. მოდი მოვისმინოთ. For the fighters now, I think they want to ask about Iran and a couple of other things. You're facing an opponent right now in Iran that has აი ეს ჟურნალისტი მევასება, მაგრამ refused to submit.
You seem optimistic now that you may be closer to a deal. What's different about this moment now than in other moments where a deal has seemed close? ანუ ხა რა განწყობაზე ხარ იმასთან რომ უკვე ახლოს ხარო ირანთან დადო ეს საბმიტისაო რა გვი შეთანხმებაო ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ომის დასრულებაზეო რა და ხა ტრამპი რას ეუნება Well, why do you say they refused to submit? You don't know that. You don't რატო ამბობ შენ რომ თუ არ ითქვეს ამ ყველაფრის ხელის მოწერასო შენ ხო ეს არიციო know what's They were going firing on. on U.S. ships a few days ago. They had a navy with 159 ships, and მათ 159 გემი ყავდათ now every ship is blown to pieces. And და ეხა ყველანი ფსკერზე განისვენებენ ანუ ეხა ტრამპი ხო იცით თავის კონკებში არის ეხა ტრამპი იყო ადამიანი რომელიც დილით ომს იგებდა შუადღეს სავსდებდა და საღამოს მეშებოდა რა ქვია ომს განაახლებდა ნუ სამი სხვადასხვა გადაწყვეტილება ქონა ომზე დილით სხვა აზრზე იყო შუადღეს სხვაზე და ღამეს სხვაზე ნუ ეხა ტრამპისგან მიჩეული ვართ ეს lying at the bottom of the water. They had an air force, lots of planes, and they don't have any planes. They don't have any anti-aircraft. They don't have any radar left. They're missing. არც რადარები დარჩა, არც თვითმფრინავები დარჩა ირანსო, არაფერი არა, ომი მოგებული ამერიკა მოიგო რა. უბრალოდ ჰორმუზის სრუტესო ისევ ირანი აკონტროლებს რა. ანუ პრიკოლი რა, თეცახში რო ყავდათ სითეიგი მიწვეული, ომის მინისტრი რა. მათ იყო ძალიან პრიკოლი რაღაც ესეთი რომ მათ ხო ომის კრიმინალად მოიხსენია ამერიკის უმოზენაისმო სასამართლომ და დაკითხვაზე რო ყავდათ რა. ეს მინისტრი და მან უთხრეს ესეთი რაღაც ძალიან საინტერესო და თან ამავდროულად ძალიან სასაცილო რომ ანუ თქვენ გონიათო რომ ირანთან ომი მოიგეთო და კიო რა თქმა უნდაო რა და მაშინო ჰორმუზის სრუტე რატოა ჩაკეტილიო და რატო აკონტროლებსო ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემებიო ეს რა ქნესო იმათო რომ ბლოკადა გააკეთესო კაცო ჩვენს ბლოკადა გაუკეთეთო მაგათო ეხა პრინციპი დაამოღამეთ ეხა რა აი ხა რო შევატაროთ ეს ყველაფერი ყველაზე სარკასტულად ანუ შენ მე რო დამბლოკო რა შური შენზე რითი უნდა ვიძიო რომ მეც შენ დაგბლოკავ აი დაახლოებით იგივე რაღაც უთხრა ეხა ომის მინისტრმა რომ ბლოკადა იმათმა როგორც კი გამოაცხადესო ამ ყურეშიო ჩვენს ბლოკადა დაუწესო რომ ბლოკადა სად ინდოეთის ოკეანეში ხალხო ხო და ეგ არის ამერიკის ომის მინისტრი ძალიან სასაცილო მომენტი იყო მართლა მაგრამ anyway აი ეს არის მეგობრებო ყველაზე დიდი ივენთი ალბათ სპორტის ისტორიაში და რატომ ანუ ჯერ მარტო იქინა გავნირო რომ თეთრი სახლის ეზოს არასდროს უმასპინძლია ამხელა თონის ღონისძიებისთვის როგორებიცა მაგალითად ეხა WWE, SmackDown-ი, ბოქსი, ანუ ძალიან ბევრი სპორტი, მაგრამ ეხა ტრამპის ადმინისტრაციის ეს მთავარი ხედრობა ვინც არის დაახლოებულია დანა ვაიტთან UFC-ის პრეზიდენტთან და შესაბამისად networking-ის წყალობით და მთელი ამ გავლენებით მოიპოვეს რომ UFC-ის საბოლოო პოპულარიზაციისთვის და როგორც ეს თქვა ნაციონალურ სპორტად გამოცხადებისთვის მიიღეს ესეთი გადაწყვეტილება რომ დამოუკიდებლობის დღესთან მიძღვნილ ღონისძიებაზე ეს ივენთი ჩატარებულიყო თეთრი სახლის ეზოში. ანუ ეხლა თქვენ სადაც ხედავთ ამ თეთრი სახლი ყველაზე დაცული ადგილი შეერთებულ შტატებში იქნება ხალხო ერთი დღე ლუდის ფრიალის კოკაკოლის ჩამოსხმისა და აი ტიტლიკანა გოგოები რო გამოდიან და რაუნდებსაც ხარებენ დაახლოებით ეგეთი სცენარის მატარებელი. ჩვენთვის ასე ხარო ის არა რომ ჩვენ ამდენი ხნის მერე ველოდებით ილია თოფურიას დაბრუნებას, ნუ ილია თოფურია ჩემთვის ვინ არის ახლა ალბათ ჩემო ყველა გამომწერმა იცის რომ ილია თოფურია არის ჩემთვის ნომერ პირველი სპორტსმენი საერთოდ. ნუ არა მარტო მებრძოლებში, ანუ ზოგადად სპორტის სახეობას ვამბობ და ზოგადად სპორტს ვასახელებ, ანუ MMA-ს არ ვამბობ, ანუ ზოგადად სპორტში ილია თოფურია ჩემთვის პირველია, რომ ძალიან მაგარი მენტალობის ადამიანია გარდა იმისა რომ საუკეთესო ხელი აქვს, საუკეთესო გრეპლინგი აქვს, ყველაფერში ძალიან მაგარია, აბსოლუტური უნივერსალია, ანუ პერსონა ძალიან მაგარია, ფილოსოფია ძალიან მაგარი აქვს, როგორც მისი აზრები მოვისმინე სხვა და სხვა შეხედულებებთან მიმართებაში და ძალიან მაგარი ტიპია რა მოკლედ და ეხა ილია თოფურიას მთავარი ქარდის ბრძოლა ამერიკის შეერთებული შტატებში ეხა ჯასტინ გეიჯი ამერიკელია ნაციონალობით ესე რომ ვთქვათ ხო რომელიც ილია თოფურიაზე ის კი არ მიდის ლაპარაკი ხა ილია თოფურია მოიგებს თუ არა კაცო აქ მიდის რომელ რაუნდში მოკლავს გეიჯის ანუ რომელ რაუნდში მოძრება ყბა და შესაბამისად ეს არის ქართველებისთვის ორმაგად საინტერესო იმიტომ რომ ხა ილია თოფურიას გამარჯვება კიდევ უფრო ბუსტავს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟსა და საერთაშორისო სპორტის ამ სახეობის წარმატებას ნუ ამ ღონისძიებას რა თქმა უნდა მოუთმენლად ველოდები, ჩემთვის ძალიან საინტერესოა. კი არა, ამას კი არა მე ველოდები საერთოდ მახაჩევთან როდის ჩაინიშნება, როდის იქნება, მე მჯერა რომ ამის მერე უკვე ისლამთან დაიწყება მოლაპარაკებები, ისლამი ვეღარ გაიქცევა უკვე დიდხანს, ვეღარ დაიმალება, როგორც თოფურია იტყვის. და შესაბამისად ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს ღონისძიება ძალიან მალე ჩაინიშნება ამ ბრძოლის მერე როდესაც გეიჯი გათიშული ეგდება ძირს. ილიას ბოლო სამივე ბრძოლა ჩვენ ვიცით, როდესაც მისი ოპონენტები სხვადასხვა რაუნდში დაანოკაუტა და ჩვენთვის ახლა გასაკვირი ეს არ იქნება. გასაკვირი ის იქნება რომ ამ ყველაფერს ტრამპის თანდასწრებით გააკეთებს ჩვენთვის ყველაზე წარმატებული მებრძოლი ილია თოფურია.
რავი, დანარჩენი ხარ, შეიძლება ამ ყველაფერზე კიდე ორი სიტყვა დავასახელოთ, ანუ ძალიან სასაცილო იყო მთლიანი ეს სიუჟეტი, მართლა სასაცილო იყო, ანუ სერიოზულად ვამბობ, თავიდან ბოლომდე, ანუ აი ეგ რო წარმოიდგენი ხარო, აი ხო ერთი დონალდ ტრამპი, ნუ ცალკე კომიკური ფიგურა თავისი განცხადებებით, ილია თოფურია რო ხრე იასვება, თუნდაც აი ეს როგორ ვთქვა, ეს არის აი მეგრული პადაჩები, აი ესე რომ უწოდოთ რა, აი მართლა მაგარი ხა ეს შეურაცხყოფა ხო არ იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ხა შენ ოვალურ კაბინეტში რომ ორჯერ ტრამპს სიტყვას გააწყვეტინებ და ბოლოში ეტყვი რომ როგორ ხარ დარწმუნებული ამ ბრძოლაში მოიგებოდა 100%-ით სადვარო და შენი ოპონენტი ვარ გეცოდებაო მაგას რო ეუნები, ნო ალბათ ილიას რასახის მენტალობა აქ თეთრი სახლის კაბინეტში ძალიან კარგად გამოჩნდა. ნუ მე იზღა დამრჩენია წარმატებები უსურო ჩემს საყვარელი მებრძოლს და ასევე დარწმუნებულად თქვენთვისაც საყვარელი მებრძოლია ილია თოფურია და დაველოდო თეთრი სახლის ივენთს. ეს იქნება ძალიან საინტერესო. უბრალოდ ეს რეაქცია მე რო არ გამეკეთებინე შანსი არ იყო, იმიტომ რომ ეს კადრები როგორც კი გავრცელდა და ეს ყველაფერი მოვისმინე, რავი, თვალები საბჯერ გამოვივლე წყალი შევისხი რომ ეს მართლა რეალური იყო თუ არა. რავი, დაწერეთ თქვენი აზრი ამ ივენთთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ, ზოგადად თეთრი სახლის ივენთზე, ილია თოფურიაზე და ასე შემდგომ. ასევე დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი და დროებით. რამოდენიმე დღეში ისევ დაგებრუნდებით.